კონკრეტულად ქართულ პანთეონს იზიარებ თუ რომელიმე სხვა პანთეონი გიჭირავს? კი, ვიზიარებ ქართულ პანთეონს. და აი წარმართული შენ ამავდროულად გჭირე რომ აი არსებობენ დაუშვი წარმართი ღმერთები. წარმართულ ქართული ღმერთები. თუ შენ არ დაასკვნი აბრამიკულ ონტოლოგიას კი? არა, მე პირდაპირ შენ იმას უშვებ, შენ დაშვებას ვაკეთებ. დაუშვათ ამ ღმერთების მოქმედების არეალი სასრულდება. სადაც მათი კომპეტენცია სრულდება, იმიტომ რომ უნივერსალური ღმერთები არ არიან. კი არსებობს იერარქია და ერთგვარი სუბორდინაციაც კი, მაგალითად ქართველებისთვის მთვარე იყო მამა ღმერთი, რომლის პერსონიფიცირებაც შემდეგ მოხდა არმაზით, შემდეგ არმაზი აღარ იყო და წმინდა გიორგიში ჩადეს ეგ და მაგიტომაც არის ეგეთი საქართველოში ეგეთი დიდი სახელი გიორგი, ამდენი წმინდა გიორგის ეკლესია არის და ასე შემდეგ. თუ ვინმე ქრისტიანი მიყურებს, არ ვამბობ რამე სკანდალურს, ეს ისტორიული რამე არის. ფაქტია კი. ხო, იგივე ივანე ჯავახიშვილის ჩანაწერების ადასტურებს ამას და იმის გამო რომ ქრისტიანობა იყო და არმაზი ვერ იქნებოდა, შემდეგ ქრისტიანი წმინდანი, რომელიც წმინდა გიორგი იყო, მას მიაწერეს აი ეს არმაზი, რასაც გულისხმობდა. ფუნქციის გამო და არა სხვა რამის გამო. ანუ ფუნქციით გადავიდა და ამგვარად ქართულ მითოლოგიაში თვითონ წმინდა გიორგი გამოდის მთვარის ღმერთი, მამა ღმერთი. ხო, კითხვა რაში იყო? ეს აი დავუშვათ არსებობს ქართული მთავარი ღმერთი, რაღაც მამა ღმერთი ქართული, ხო? იგივე ღმერთი ყავთ დავუშვათ ბერძნებს ზევსის სახით. ეს ზევსის საზღვარი სათაურდება, აი დავუშვათ ზევს შეუძლია იგივე ძალაუფლება ქონდეს საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც მას აქვს საბერძნეთში, თუ მისი ძალაუფლება კონკრეტულად იმ გეოგრაფიულ არეალშია შეზღუდული, სადაც ის ცხოვრობს. არა, მე მჯერა, ანუ შეხედე რა, ანუ მაგაზე პასუხი თავად ის არის, ну, ჩემი პარადიგმიდან, რომ ცუდად არ გამიგო, ებრაული მიწას თუ გულისხმობთ, ღმერთი საქართველოში არის, ევროპაში არის ასე შემდეგ, ამიტომაც შესაძლებელია თეორიულად, რომ არ ვიცი, იმ ბერძნების თავდასხმით ან იმით ან ამით, ის ღმერთი გადმოვიდეს საქართველოში და იყოს. მაგრამ დიდხანს ვერ იქნება და დიდხანს ვერ იქნება იგივე ფორმით, იმიტომ რომ მე მჯერა რომ ღმერთები კონკრეტულ გეოგრაფიას ათარგეთებენ და ყველა გეოგრაფიას თავისი ღმერთი ყავს. ამიტომ შენ თქვი რომ სად მთავრდება, სად იწყება, ანუ უნივერსალური ღმერთი არ არსებობს ახლა წარმართობაში, მთავარი ღმერთი. არა, მთავარი არსებობს, მაგრამ ქრისტიანული გაგებით არა, რომ აი ყველაფერი რომ ისგან მოდის და აი ყველაფრის სათავე და აბსოლუტური ის რო არის რა, აბსოლუტური ერთი სიტყვაზე, ან აბსოლუტური საწყისი წერტილი. ხო, ეგ არ არის, მაგრამ იერარქია ცხადია რო არის. ხო, შეიძლება რომ გადმოვიდეს ზევსი, თუ კი ზევსი მოიყვანეს, მაგრამ ის დიდხანს ვერ გაჩერდება აქ. მსგავსად იყო ზუსტად ზოროასტრიანიზმი. და ეგ ძალიან საინტერესო ისტორია არის, იმიტომ რომ ქართველებმა გააძევეს ზოროასტრიანიზმი, რომელიც სპარსი მეფისგან შემოვიდა და ქართველებმა არ მიიღეს ეგ, იმიტომ რომ ეს არ არის ჩვენი მამათა ღმერთიო, ეს არ არის ჩვენი მამათა გზაო. და შესაბამისად საქართველოში დიდხანს ზოროასტრიანიზმი მეინსტრიმში ვერ ავიდა რა, ანუ ვერ დაიკავა ვერანაირი პოზიცია. დღემდე არის საქართველოში ზოგ სოფელში ზოროასტრიანიზმი, მაგრამ ეგ უმცირესობა იყო ყოველთვის და დღემდე არის რა. და არმაზმა მასზე გაიმარჯვა, ანუ პოლიტიკურადაც, ანუ რაც აღწერით შეიძლება ისტორიულად, მაგრამ ასევე მითოლოგიურადაც. და როგორ საიდან ვიცით ეგ რომ არმაზმა გაიმარჯვა? ჩვენ ის ვიცით ქართლის ისტორიიდან, რომ არმაზმა ეგ სპარსულის დაამარცხა წყლით. და წყლით რა მარცხდება? ცეცხლი. ანუ საპირისპირო ძალა იყო წყალი. და ამგვარად ქართველებმა როგორ თქვა ზოროასტრიანიზმზე გაიმარჯვეს, მაგრამ შემდეგ კიდევ ერთი სპარსი საუკუნეების მერე კიდევ ერთი სპარსი მეფე მოვიდა საქართველოში, რომელმაც არც იცოდა ქართული ენა და ისწავლა მერე მირიანზე არის საუბარი, რომელმაც
თავისი რელიგია, ანუ ქრისტიანობა მაინც დაამყარა. რაც რა თქმა უნდა შენი პოლიტიკური აზრით. კონსოლიდაციისთვის იყო. შენი აზრით, როცა ეს რელიგიის გავრცელება ხდება კონკრეტულ პიროვნებებთან, ადამიანებთან ერთად, თვითონ ღმერთებიც ვსწავლობენ ერთმანეთში? ეგ ადამიანების ბრძოლა არის ღმერთების ბრძოლა იმ მხრივ, რომ ადამიანებში გამოიხატება, ასე ვთქვათ, გარე ასპექტში, ანუ ეგრეთ შეგიძლია რომ მიიღო. დეტალებში რო არ შევიდე, ბუნება რა არის კონკრეტულად ღმერთის და რამე, ხო, ანუ თავად ადამიანებში გამოიხატება ეგ ღმერთების დაპირისპირება. მაგ მხრივ შეიძლება ეგეთი რამის თქმა. შენ რადგან წარმართი ხარ, შენ ნებისმიერ ვარიანტში ასევე აღიარებ ქრისტიანული ღმერთის არსებობასაც. შენ მაგას არ დაარქმევდი აღიარებას, იმიტომ რომ ცხადია რომ მე არ ვაწერ აბსოლუტურ ულტიმატურ საწყის წერტილს. არამედ იგივე ბუნებას. მე ვაღიარებ. არა, შეხედე, მე როდესაც ვამბობ რომ ქრისტე მაგ მხრივ არსებობს, როგორც ღმერთი და არის ღმერთი. თუ ბუნებაზე მკითხე მის ბუნებაზე, მანდ გვექნება დავა. მაგრამ სხვა მხრივ, აი როგორც რო ავიღოთ ლოკალური ღმერთები, არმაზი, ზევსი, ის ეს ტყის მეფე, ტყის ღმერთი უკაცრავად და რამე, იგივენაირი არსებობით კი არსებობს. ქრისტე როგორც ღმერთი. ანუ ესეთი წარმართი პერსპექტივით. ჩემი მხრიდან უფრო მეტი წინააღმდეგობა არსებობს ვიდრე შენი მხრიდან, იმიტომ რომ შენ თუნდაც აი მაგ ფორმით, რომ კონკრეტული მიწის ღმერთს მაგ შემთხვევაშიც კი აღიარებ, მაგრამ ჩემი გადმოსახედით მე საერთოდ არ ვაღიარებ. ნუ წარმართობის მუღამი ის არის, რომ წარმართობა შენს ღმერთს არ აღიარებს აბსოლუტურ ღმერთად, მაგრამ აღიარებს როგორც ერთ-ერთ ღმერთს. და ქრისტიანობა პირიქით ამბობს, რომ ქრისტიანობა აღიარებს მხოლოდ ერთ ღმერთს და მაგრამ შენ ღმერთს საერთოდ გამორიცხავს. ეგ ხო. შენი აზრით? მასეა. შენი აზრით, რატო მაშინ აი თუ როცა ამბობ, რომ ერთმა ღმერთმა შეიძლება დაიკავოს რაღაც კონკრეტული არეალი, მაგრამ საბოლოოდ ის ამ არეალიდან მეც განიდევნება. შენ როგორ წარმოგიდგენია, მაშინ მაგ ლოგიკით აი ქრისტიანობის განდევნა და აი ქრისტიანობის უკან რევერსია ისრაელში და მთელი ამ სოფლიოს, რომელიც ქრისტიანულია, რაღაც უდიდესი ნაწილი, ლათინური ამერიკა, ჩრდილო ამერიკა, ევროპა და ასე შემდგომ წარმართობაში დაბრუნება. ნუ მაგისთვის ის უნდა მოხდეს, რაც ნიცშემ წინასწარმეტყველა, ანუ ნიჰილისტური აპოკალიფსი. ღირებულებათა გადაფასება, მანამდე არაფერი მსგავსი არ მოხდება და შენ რაც თქვი, აი საქართველოში როდის დაბრუნდება წარმართობაო, მე არც მგონია, რომ სტანდარტული ქრისტიანი არის რეალურად და მე პირიქით მჯერა, რომ უმეტესობა წარმართი არის უბრალოდ ქრისტიანობის სახელით. და ამაში შეიძლება შენც დამეთანხმო, თუ კი რიგითი ქრისტიანის რწმენები გააანალიზე და პრაქტიკები. ამიტომ მე არ მიმაჩნია, რომ მაგ მხრივ დაბრუნება საქართველოსი მისთვის ტრადიციული რელიგიისთვის და რწმენისთვის ფორმალური და დოკუმენტური უფრო შეიძლება იყოს, იმიტომ რომ სულიერად ჩემი აზრით კი ამბობენ, რომ ქრისტიანები ვართ ბევრი, მაგრამ ნუ აი შენც დამეთანხმები, რომ ცოტა სხვანაირად არის საქმე. მინიმუმ ჩრდილო-აღმოსავლეთ საქართველოს არა. ნუ ხო, იმიტომ რომ აი მეც ვესაუბრები ადამიანებს, ხო? ვიზიარებ მათ მორალურ, ეთიკურ, ისეთ-ასეთ კოსმოლოგიურ შეხედულებებს და რამე, მაგრამ თან ქრისტიანები არიან, რომლებიც დადიან ეკლესიაში და რამე, მაგრამ პრაქტიკით სხვა რამეს ცხოვრობენ და ჩემთვის პრაქტიკა არის მთავარი და არა ხო ხდები lip service-ი. Lip service-ით შეიძლება მეც ეხლა ნახე, შეიძლება მეც ეხლა ვამბობ, რომ წარმართი ვარ, მაგრამ პრაქტიკით ვიყო გაქანებული ქრისტიანი. ანუ სიტყვებს არა აქვს რა მნიშვნელობა და პრაქტიკით თუ შევაფასე, პირადად ჩემი გამოცდილებით და ამაზე არავინ გამომეკიდოს, იმიტომ რომ პირადი არის. უმეტესობა არის წარმართი უკვე. უკვე რა, ნუ ყოველთვისაც იყვნენ, იმიტომ რომ ჩემი აზრით აი ეგეთ თეოლოგიურ სულიერ დონეზე საქართველოში არ დაინტეგრირდა ქრისტიანობა ისე როგორც უნდა დაინტეგრირებულიყო, სწორედ იმ მიზეზით, რომ იუდეას ტერიტორია და მისი პრობლემები, თუნდაც პირველი საუკუნის რადიკალურად განსხვავდება ქართველი ადამიანის გეოგრაფიიდან და პრობლემებიდან.
ამიტომ ხო ცოტა ეს ისეთი რამეა. მესმის რაც თან მე ნანახიც მაქვს რაღაც ფილმები ეს ლომისობის დღესასწაული ხო შენს გააგონილი ხო იცი რაც სუფთა წარმართული დღესასწაულია არანაირი კავშირი მაგას ქრისტიანობასთან არ აქვს მაგრამ გარდა ამისა თვითონ როცა მიდიხარ ამ თაში ამ ჩილო აღმოსავლეთ საქართველოში იქ ხდება რაღაცა ძალიან კვაზი ეკლესიები ძალიან პატარა ნაგებობები, სადაც ხატებია განთავსებული და ხალხს წამს რომ აი იქ შესვლა, ხალხს არ შეუძლია იქ შესვლა, რაღაც პირობების დაუკმაყოფილების შემთხვევაში არ შეიძლება. ამ ხატს არ უნდა აწყენინო და ასე შემდეგ. ეგ ქრისტიანული პრაქტიკა არ არის, ანუ იმ მოსახლეობაში თან წარმოვიდგინე რამდენი ხანია გასული, რაღაც მე-4 საუკუნეში მივიღეთ ქრისტიანობა და რამდენი ხანია გასული, 17 საუკუნეა გასული და კიდე ამ იმაში ვართ, ხო? ამ იმით ხელმძღვანელობენ ადამიანები ამ პრაქტიკით. და მაგაზე გეთანხმები, რომ ეგ რეალური ქრისტიანობაც არ არის, ეგ წარმართობა უფროა. დღემდე მაგ პრაქტიკებს მისდევენ. მაგრამ ევროპაში როგორ ხედავ მაგას? ევროპაში ინტეგრირდა ევროპულად რა, ჩემი აზრით. რაც თუ ჩაუღრმავდებით კათოლიკურ დოქტრინებზეც შეიძლება, რომ ავიღოთ აი კათოლიკური დოქტრინები მართლმადიდებლური და აი მანდ ჩემი აზრით იქნება რა მაგ მხრივი განსხვავებაც ეგრე რო ავიღოთ იმიტომ რომ ნუ პრაქტიკის დონეზე სხვადასხვანაირად ინტეგრირდა სხვადასხვა ქვეყნებში მართლმადიდებლობა ქრისტიანობა და ევროპა როგორ თქვა რა ნუ აი ევროპაში გასკდა რა მაინც ეგ და მე რენესანსი წამოვიდა რაც შეიძლება არ დამეთანხმო, მაგრამ ჩემი აზრით ხელოვნებას თუ ავიღებთ, ეგ იყო hardcore წარმართობა. იყო რა არის. და სოციალ პროტესტანტიზმი მაგან გამოიწვია. მაგ ხელოვნებამ. პროტესტანტიზმი ჩემი აზრით ყველაზე კარგად გერმანულ წარმართობასთან ჯდება, ოღონდ ეს ხელწამოსაკრავი საკითხი არ არის. და კარგი იქნება თუ არ ჩამეძიები მაგაზე, მაგრამ აი მე როდესაც მაგას ვაკვირდებოდი პროტესტანტიზმში დავინახე აი უნიკალურად გერმანული სული. მაგაზე მომავალში შეიძლება ალბათ საუბარი, უბრალოდ ახლა ძალიან მოუმზადებელი ვარ მაგისთვის. და წეგან ახსენე ლომისობა და იგივენაირად არის ბერიკაობაც. ბერიკაობაც არის, ნუ აი hardcore ქართული წარმართული დღესასწაული და ბევრ სამწუხაროდ გონია, რომ ბერიკაობა არის ომის თეატრი. და არ არის ბერიკაობა ეს დადასტურებულია რომ ბერიკაობა არის ნაყოფიერების რიტუალი ნაყოფიერების და არა ომის სიმულაცია ან რაღაცა ეგეთი ომით იწყება იმიტომ რომ ქართველებსაც კარგად ესმოდათ აი ეს ჰერაკლიტური იდეა რომ ომი არის მამა ყოვლისა მეფე ყოველთა რო აი ომი რომ მნიშვნელოვანია და რამე ამიტომაც იწყება ომით ბერიკაობა მაგრამ ეგ რეალურად არის განაყოფიერების დღესასწაული. და განაყოფიერება ეგ რას ლაპარაკობ წარმართობაში ეგ არის, ნუ ერთ-ერთი მთავარი რამე. მაგის გარდა ფალოსის ისიც კი იყო კულტი საქართველოში. ეხლა თანამედროვე საბერძნეთში კი საბერძნეთში კი ძალიან ბევრ ადგილას. ეხლა თანამედროვე ადამიანისთვის ეგ ძალიან ისეთი იქნება შეურაცხმყოფელი და გაუგებარი, იმიტომ რომ ჯერ ერთი ფალოსი გახდა ძალიან ცუდი რამე, ცუდი სიტყვა და ცუდი რამის სიმბოლო. მაგრამ იმ დრო უნდა გავიაზროთ, რომ იმ დროინდელი ხალხისთვის სხვა დატვირთვა იყო, სხვა აზრი და ასე შემდეგ რა. ამიტომაც არ ღირს აქ ცინიზმი და ისეთი მიდგომა, იმიტომ რომ მაინც სხვა კულტურაზე არის საუბარი და ასე შემდეგ. და ხო, ზოგადად ქართული წარმართობა ძალიან იმის მიუხედავად, რომ 1% შემოგრჩა არც კი, ძალიან მდიდარი არის. ვანში მაგალითად აღმოჩენილი არის ღმერთის სარიტუალო დასაფლავება, ანუ საფლავი არის აღმოჩენილი, სადაც რკინის ღმერთი არის დასაფლავებული. ანუ ეგ ძალიან დიდი ის არის, რა ქვია, წარმართობა და არაკლია ეგ საქართველოს და პირადად მე როგორც წარმართი ვწუხვარ, რომ ებრაულმა მითოლოგიამ დაიპყრო და ასე შემდეგ ქართული სული, მაგრამ ნუ რას ვიზამთ ახლა. და შენ რაც თქვი პრაქტიკებზე, ანუ ეგეც არ არის ქრისტიანული, ქართველს რო შეგვიძლია ჯერ ერთი ჩვენს მკვდრებთან მისვლა საუბარი და გარდა მაგისა ქეიფიც. მოხდები? საფლავზე მისვლა იქ ჭამა, პატარა მინი პურმარილი ღვინის დახრა და მთელი ამბები.
ეგ ყველაზე მეტად ან მე სხვან ხوارს დარმინახოს არც ერთ ქვეყანაში. ერთადერთი სადაც შემჩნეული მაქვს არის მექსიკა, ზუსტად 90%-ით იგივე რიტუალი და მექსიკა კარგად იცის საიდან და ბექგრაუნდის მატარებელი ხალხია. კი და მექსიკელებს აქვთ ეგეთი დღესასწაული 2 ნოემბერს თუ არ ვცდები, Dia de Muertesi, ჰელოუინი ოღონდ მექსიკური. და ზოგიერთ სოფელში იცი რას აკეთებენ მაგ დღეს? ბევრი სოფელი არის, სადაც საფლავიდან თხრიან წინაპრებს და მათ ძვლებთან ერთად აღნიშნავენ მაგ დღესასწაულს. Dia de Muertes პირდაპირი გაგებით იქნება ალბათ Dia de los Muertes, არ ვიცი, არ გამომეკიდოთ გრამატიკაზე, მკვდრების დღე. და ეგეც არის წინაპრების თაყვანისცემის ერთ-ერთი რიტუალისტური გამოხატულება რა. რაც ნუ ცხადია ეხა რო ქრისტიანობაში ეგ ხო. და შორს მე რო ქრისტიანი არ ყოფილიყავი, მაშინ აუცილებლად წარმართი ვიქნებოდი გრეკო-რომაული განხრით. წარმართი გრეკო-რომაული განხრით, ეგ ჩემი აზრით უკვე არა წარმართული მიდგომა არის. იმიტომ რომ წარმართობისთვის მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი არის აი შენი გენეტიკური ხაზი, მიწა რომელზეც შენი სისხლი იღვრებოდა მთელი საუკუნეები და თაობები და იმ ხალხს რისი სწამდა და ასევე შეგრძნება, რომელიც ასევე გადმოგეცემა რელიგიური შეგრძნება გენეტიკურად რა. იმ ხრივ რომ აი რაღაცას რო შეხედავ, რაღაცას რომ აღიქვამ არის ისეთი რამე, რაც სიტყვაზე შენი დიდი წინაპარი რო ავიღოთ, იმანაც იგივე იგრძნო და ასე შემდეგ და ზოგადად წინაპრების კულტი, ანუ პირველ რიგში მოდის და რო აგეღო გრეკო-რომაული, არა გრეკო-რომაულ სივრცეში ვამბობ მე. გრეკო-რომაულ სივრცეში თუ იყავი, გასაგებია ეგ ყველაფერი, მაგრამ აი საქართველოში რო აგეღო გრეკო-რომაული, ეგ ლარპი იქნებოდა და მალევე იგრძნობდი სულიერ სიცარიელეს, იმიტომ რომ მაგაში გეთანხმები. ხო, ეხლა წარმოიდგინე რა წინაპრებისგან გადმოგდის ჩვევები, აი თიც როგორ იმას იზავ ესე, რაღაც წარბს როგორ შეხრიბი ის და ზუსტად იგივენაირად გადმოდის ჩემი აზრით რელიგიური სენსაციებიც, რელიგიური შეგრძნებები. ანუ წარმართისთვის ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ეგ შეგრძნებები გაიზიაროს, იმიტომ რომ მაგას სხვა თუ არაფერი პრაქტიკული როლიც აქვს, გარდა აი სპირიტუალური როლისა. ხვდები რისი თქმას მინდა. კი. და აი მაგ მხრივ მე ხო დიდი ხანი ვცხოვრობდი საფრანგეთში, მანამდე საქართველოში, მერე ისევ საქართველოში და როდესაც ვიაზრებდი ბუნებას და ერთგვარ ადგილობრივ სულს ძალიან დიდ სხვაობას ვხედავდი რა, აი საქართველოს ადგილობრივი სული რო ავიღოთ ბუნების მიწის და ცის და რო ავიღოთ საფრანგეთის. ნუ აი ძალიან დიდი სხვაობა არის რა. სპირიტუალური გამოცდილებისთვის. ინდოელები რო წასული რო იყავი სადღაც ამ სპირიტუალი კანტოსთვის და ინდოელები რა შეგვიძლია. ეგ იყო კიკეთი. ანუ ქართველები არ დადიან დიდად კიკეთში და ინდუსები იდგნენ თან ჯგუფებად. მანქანით ხომ მივდივარ კიკეთის დიდ პარკში. და ერთი ადგილი იყო სადაც დგანა, მერე მივუახლოვდი იქაც შემოსასვლელთან იდგნენ, მერე შევედი თვითონ იმ კიკეთის რაღაც ძალიან დიდებულ ადგილას პარკში, ჰიპოდრომიც აქვს რამე და იქაც იყვნენ ინდუსები. ძალიან გააფუჭა გამოცდილება. დავუშვათ თუ ერთი ღმერთი ითხოვს რაღაცა კონკრეტულ მსახურებას. აი დავუშვათ გრეკო-რომაული ღმერთი ითხოვს ოლიმპოს მთაზე ასვლას და იქ რაღაცეების გაკეთებას. და იქით ინდუსებში ინდური ღმერთი ითხოვს ერთი წელი არბანაობას და მერე განგში ჩასვლას და იქ განბანვას. ანუ შენთვის ეს ხდება რაღაცა გამსაზღვრელი ფაქტორი იმისა რომ რაღაც დასკვნა გამოიტან რომ არა მარტო ადამიანები, არამედ თვითონ ღმერთები არიან ის ინდური ღმერთები ასეთი, რომლებიც შემდგომში ამ ადამიანებს განსაზღვრავენ რომ ესე დაბალ საფეხურზე იყვნენ. კი, მაგ მხრივ ღმერთით შეიძლება რომ განსაზღვრო კონკრეტული ჯგუფი ადამიანების, კი. იმას მათ შორის ბიოლოგიურად, მათ შორის ინტელექტუალურად და ასე შემდეგ. და ასევე დავამატებ, არ ვიცი, წეგან რაღაცა ისეთი თქვი, რამაც მანიშნა რომ თითქოს ეს უნდა გავაჟღერო, რომ მე
ვემხრობი, ნუ აი ისეთ რა, ძალიან ტრადიციულ წარმართობას იმ მხრივ, რომ უნდა იყოს არისტოკრატია და ცოტა მონარქიის ელემენტიც. ამაში რას გულისხმობ რა, რომ ყველა ტომს და ყველა ქალაქს და ყველა სოფელსაც საქართველოშიც ეგრე იყო, ჰყავდათ საკუთარი ღმერთები, მაგრამ ასევე საერთო ღმერთებიც იყვნენ. ხო ხვდები? მე მაგალითად არ ვარ ვალდებული, რომ კონკრეტული სამეგრელოს ღმერთი რო ავიღოთ, იმას ვეთაყვანო კონკრეტული ტომის რომელიც არის. ხო ხვდები? ის კონკრეტული ტომის ღმერთი კი გამოხატავს იმ კონკრეტული ტომის ინტელექტს, ძალას, იმას, ამას, ბევრ რამეს რა. მაგრამ ასევე მე ვემხრობი საერთო ღმერთებსაც და ქართველებს ყავდათ რა საერთო ღმერთებიც და ასევე ლოკალური ღმერთებიც რა. ეგ არის არისტოკრატია. ღმერთების და რო იცოდეს სხვათა შორის სვანებთანაც სვანურ წარმართობაში და ასევე მეგრულ კონკრეტულ რიტუალებშიც კონკრეტული წმინდა რიტუალები ყოველთვის სრულდებოდა ქართულ ენაზე, არც მეგრულზე, არც ერთ-ერთი ახალი წლის მსგავსი რიტუალი იყო, რომელიც სამეგრელოდან მოდის, რომლის ტექსტსაც კითხულობდნენ ქართულ ენაზე და არა მეგრულ ენაზე. და სვანებთანაც იყო ეგეთი რიტუალი, რომელიც ქართულ ენაზე იყო. და ამგვარად ქართველებს ყოველთვის ყავდათ თავიანთი ღმერთები ლოკალური, სოფლის, ტომის და ასე შემდეგ და ასევე საერთო ღმერთებიც, რომელსაც ქართულ ენაზე ვადიდებდით. ამიტომ ხო ეგეთი რამე არის. საერთო ღმერთი მაგალითად გავერთიანდით, ეგ არმაზი ერთად იმას ვქენით, იმიტომ რომ ორივე ეს მთვარეს ვიღებდით და ნუ გაერთიანდა ეგ, ასე ვთქვათ არმაზში. აი ეგრეც ხდება რა, მაგრამ ხო. და აი ესე შეკითხოს დაგისვა, ჩემთვის ალბათ ცუდ შეკითხოს, იმიტომ რომ ცუდი პასუხი გექნება, მაგრამ აინტერესებს რას ფიქრობ იმ ღმერთებზე, რომლებიც სხვა ღმერთებს არ აღიარებენ. აი ხო არის წარმართული ღმერთები, რომ წარმართული ღმერთები აღიარებენ ერთმანეთს. შენთვის არსებობ, მე ჩემთვის არსებობ, ხანდახან ჩვენ ერთმანეთს თავსავესხმებით, ხან მე გაგდევნი, ხან შენ გამდევნი და ასე შემდეგ. მაგრამ აი ქრისტიანული ღმერთი რო აიღო, რომელიც ამბობს, რომ იაჰვე რომ ყველა წარმართული ღმერთი ეშმაკია, ჩემს მიერ შექმნილი დაცემული ანგელოზები არიან, რომლებიც აეცნენ და არ არსებობენ რეალურად როგორც ღმერთები. აი ესეთ ღმერთზე რას, აი დავუშვათ, რო აიღო ზევსი. ზევსის მიმართ დამოკიდებულება გაქვს და იგივე დამოკიდებულება როგორ აისახება იაჰვეს მიმართ. ნუ ზევსი ჩემი წინაპრების ღმერთი არ არის, ისევე როგორც ჩემი და შენი წინაპრების უმეტესობის ღმერთი არ ყოფილა იესო ან იაჰვე. მაგვარად, მერე კიდე ის თვითონ ძალაუფლების უზურპირება და ნუ ცუდ სიტყვას გამოვიყენებ ეგოიზმი, ეგ არ არის ხო ხვდები, ანუ ქრისტიანული მონოთეიზმის უნიკალურობა, იმიტომ რომ თუნდაც თუ არ ვწდები და მე არ ვარ ექსპერტი სკანდინავიურ ვიკინგების და რამე სკანდინავიურ მითოლოგიაშიც კონკრეტული ღმერთები იყვნენ კონკრეტული ადგილის, რომლებიც მონოთეიზმს არ ქადაგებდნენ, მაგრამ პრაქტიკულ მონოთეიზმს ქადაგებდნენ, რომ აი მე და დანარჩენი ყველა ნაგავი არის. ხო ხვდები? და აი ჩემთვის ხო ხვდები? ტვინში მონოთეიზმი და რამე არაფერს არ ნიშნავს, თუ კი პრაქტიკაში არ არის რა მონოთეიზმი. და მაგგვარი ეგოისტური მონოთეიზმის შემთხვევები ყოველთვის იყო წარმართობაში კონკრეტულ ტრაიბში, ან ზოგჯერ ხდებოდა, რომ ქვეყანასაც იკავებდა, ქვეყანას არა, მაგრამ ძალიან დიდ ნაწილს. და ეგ პრინციპში არ არის რა რაღაცა ისეთი, რაც უნიკალური არის მაგალითად ბიბლიური ღმერთისთვის, იაჰვესთვის, რომ მარტო მე ვარსებობ, ან მარტო მე მეთაყვანა, იმიტომ რომ ძველ აღთქმას თორას თუ გადავხედავთ და ამაზე პრინციპში აკადემიკოსებიც თანხმდებიან, რომ მანდ ცხადი მონოთეიზმი არ იყო, არამედ ის იყო, რომ ბევრი ღმერთია, მაგრამ მე ვარ თქვენი ღმერთი და ასევე მე ვარ იმათზე მაგარი ღმერთი. ხო ხვდები? რაც შემდეგ გარდაიქმნა ონტოლოგიურ მონოთეიზმში. ხო ხვდები? იმიტომ რომ თორას, ნუ ეს როგორ თქვა, ეს ჩემი აზრი არ არის, ნუ აი კონსენსუსი არის რა, ხო ხვდები მკვლევრების, რომ თავიდან არ იყო ონტოლოგიური მონოთეიზმი, არამედ იყო თაყვანისცემითი მონოთეიზმი და ძალაუფლებითი მონოთეიზმი. შემდეგ მთლიანად გაქრნენ სხვა ღმერთები და შემდეგ ქრისტიანობისკენ უკვე ეგ სხვა ღმერთები დაბრუნდნენ ოღონდ დემონის ონტოლოგიით.
როცა ვამბობ ქრისტიანობისკენ ბოდიში, როცა ვამბობ ქრისტიანობისკენ დანიელის წიგნს გულისხმობ რო რამე. ჩვენთვის რა უნდა იყოს ისეთი მოვლენა, რა დროსაც რა დაშვება უნდა გააკეთო, როცა იტყვი რომ აი ეს რისიც მე მწამს, ეს წარმართობა არის ფარსი. რა უნდა ვნახო ისეთი, რა უნდა შევიმეცნო, რაც საშუალებას მომცემს რომ 100% თქვა რომ მე ვწდებოდი. იცი როგორი რამე არის? ეხლა ჩვენ ვსაუბრობთ მითოლოგიურ წარმართობაზე, ხო? და მითოლოგიური წარმართობა არის ერთი ასპექტი. მაგის უკან იმალება ფილოსოფიაც, ხო? კონკრეტული ხედვები, სამყაროს, ეთიკის და ასე შემდეგ, მათ შორის ინტელექტზე, ეპისტემოლოგიაზე, რამე და მე რომ ამაზე უარი ვთქვა, მაშინ უბრალოდ პარადიგმი უნდა შევიცვალო. იმიტომ რომ არგუმენტირებულად ხო ხდები, ანუ ვერ გაიკეთებ რა ჰარაკირს, იმიტომ რომ როგორ გითხრა, იმისათვის რომ მე გამოვიყენო შეხედე რა როგორი რამე არის. იმას თუ რა არის ჭეშმარიტი, რა არ არის ჭეშმარიტი, რა არის სწორი, რა არასწორი, რა მართალი, რა ცრუ, მაგას მე ხო მიდგენს ჩემი მსოფლმხედველობა, რომელიც ფუნდამენტურად არის რელიგიური. შესაბამისად, როგორ უნდა ავიღო ინსტრუმენტი ჩემი მსოფლმხედველობის და ეგ დაუპირისპირო თავად საწყის წერტილს, რომელიც არც მტკიცდება და რომელიც არც უარყოფა ხდება, ხო? ანუ ცოტა მარტივ ენაზე რო ვთქვა, ფუნდამენტი, რომლიდანაც გამომდინარეობ, აქსიომი უწოდოთ, ხო? ეგ აქსიომი რანაირად უნდა გავაბათილო? როცა თავად წესებს გაბათილების იმის ამის ეგ აქსიომა მიდგენს, ხო? ამიტომ უბრალოდ უნდა ავდგე და შევიცვალო პერსპექტივა. ეგ რას ნიშნავს, რომ ან რამე ჰორმონალური ცვლილება მქონდეს, ან რაღაცა დიდი რადიკალური ცვლილება, რომ უბრალოდ სხვა ავირჩიო. და მე სხვას რო ავირჩევ და იმის პარადიგმს მივიღებ, მე მაგით შემიძლია რომ თავს დავესხა წარმართობას. მაგრამ თვითონ წარმართობაშივე რო ავდგე და რაღაცა იყოს, რაც გააბათილებს ჩემს ფუნდამენტურ რწმენათა ქსელს, ეგეთი რამე არ არსებობს, იმიტომ რომ თავად ეგ შენი ფუნდამენტური რწმენათა ქსელი არის, რაც ადგენს რა არის სწორი, რა არასწორი, ამიტომ ვერ შეუბრუნებ რა მაგას ვერანაირად. მაქსიმუმ ის შეგიძლია რომ შეიცვალო და მე უკვე ახალი პარადიგმით თავს დაესხა სხვა პარადიგმს. იმედია მიხვდი რა ვთქვი, იმიტომ რომ ცოტა ისე. კი, მესმის. აი, როცა შეულობენ ხოლმე რა, დაუშვით რაღაცა საკითხთან მიმართებით, აი, ყველაზე მარტივი ღმერთთან მიმართებით როცა შეულობენ ხოლმე, იქ ხომ შეიძლება პირველ რიგში მიდის ფილოსოფიით და ფილოსოფიურ მშენებლობაზე უფრო მაღლა, რაციონალურ მშენებლობაზე უფრო მაღლა დგას გამოცხადებითი არგუმენტი, მაგრამ გამოცხადებითი არგუმენტი არის ყოველთვის ინდივიდუალური. დაუშვათ ესეთი მაგალითი რო ავიღოთ, რომ მე მთელი ცხოვრება ფილოსოფიურად ვამტკიცებ, რომ რაღაცა უნიკორნი არ არსებობს. არსად სამყაროში უნიკორნი არ არსებობს და რაციონალურად ამის ამტკიცება მე შემიძლია. მაგრამ მე თუ გამოცხადებით დავინახე, რომ უნიკორნი მართლა არსებობს, ჩემი ეს რაციონალური მშენებლობა ხო იშლება, იმიტომ რომ აზრი ეკარგება. იმიტომ რომ რეალურად გაიმეორე ბოლო ნაწილი გაიმეორე ბოლო 10 წამი. ანუ მე თუ ვამტკიცებ თელი ცხოვრება, რომ უნიკორნი არ არსებობს რაციონალურად, იმიტომ რომ არასდროს არ მინახავს. მაგრამ გამოცხადებით მე დავინახე, რომ ის რეალურად არსებობს, მაშინ ამ რაციონალურ მშენებლობას აზრი ეკარგება, იმიტომ რომ მთლიანად იშლება, ხო? იმიტომ მტკიცებულება უნიკორნი ხდება შენ. გააჩნია უნიკორნი არ არსებობში რა ბუნების უნიკორნი იგულისხმე. მე არ მჯერა რომ არსებობს უნიკორნი, მაგრამ შეიძლება რომ სიზმარში ვნახო, ხო? გააჩნია როგორც ცხოველთა სახეობა? ცხადად. ან როგორც ადამიანები ლაპარაკობენ ლაივში ერთმანეთთან, ზუსტად ესე. აი როგორც კატარო არ ვიცოდეთ, კატარო არ ყავდეს ნანახი და ეხლა რომ რეალური კატა ნახო სადმე არ ვიცი, ეგვიპტეში ჩახვიდე და კატა ნახო. იგივეს ამბობ თუ ცოტა სხვა რამეს. გამოცხადება, იმიტომ რომ ძალიან რელიგიურად დატვირთულია და მაშინ მოდი უფრო კონკრეტული მაგალითი ავიღოთ. მე წამს საუბრობთ ქრისტიანული ღმერთის, ხო? და მე ვშელობ, რომ აი აქედან რაღაცების გამომდინარე არსებობს მხოლოდ ქრისტიანული ღმერთი და დაუშვათ ზევსი არ არსებობს.
და ზოგადად წარმართული მითოლოგია და რაღაცა არ არსებობს. და ამის რაღაც რაციონალური არგუმენტები მომყავს. მაგრამ ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე დადგა ის საკითხი, ის მოცემულობა, რომ მე ხვდები ზევსს და არა იმ ღმერთს, რომელსაც მე მევაღიარებდი. ის ღმერთი, რომელსაც მევაღიარებდი, არ არსებობს. უბრალოდ ზევსი არსებობს. თავისი მთლიანი იმ აღწერილობით, რაც ყოველთვის ამ კაცობრიობის ისტორიაში დატოვებული იყო, რა, რაც ვიცოდით მასზე. ამ შემთხვევაში ზუსტად იგივე მაგალითი რომ შენზე გადმოვიტანო და შენ რომ დავშოთ ეს წარმართობას ხო აღიარებ და შენ ამ რაციონალურად ხომ შელობ სხვა დაკვირვებებით ემპირიულად ასაბუთებ რატო არსებობს წარმართობა და აღმოჩნდა იმოცემულობის წინაშე რომ საბოლოოდ არა წარმართობა არამედ ქრისტიანული ღმერთი დაგხვდა ეს გაძლევს თუ არა მე იმის ქმნის საშუალებას რომ აი ეს ქრისტიანული პარადიგმა მართალი იყო და წარმართობა არა თუ მაინც შენ დარჩები წარმართულ პოზიციაზე. მიუხედავად იმისა, რომ წარმართობას ვერსად ვერ პაულობ და ქრისტიანობას ხედავ. მან ზუსტად გამოკიდებულია, მან ზუსტად იმაზეა დამოკიდებული შენი რელიგიური ჩარჩო რა არის და ჩემი რელიგიური ჩარჩოთი წეღან როგორც თქვი, სიტყვაზე რომ მე მივიღო გამოცხადება ქრისტიანული ღმერთის ეგ რანაირად შეცვლის ჩემ რწმენას თუ კი რანაირად დაამტკიცებს ეგ იმას რომ მადლობა სუპერ ჩატისთვის მაიკლი $5 ეგ რანაირად იქნება მტკიცებულება ჩემთვის რომ სიტყვაზე ზევსი არ არსებობს თუ კი მე თავიდანვე შენ გითხარი რომ არა იესო არსებობს ქრისტიანული ღმერთი არსებობს პირადად ჩემთვის იყოფა რა იაჰვე ებრაელების ღმერთი და ქრისტე სხვადასხვა ღმერთი არის პირადად ჩემთვის და შენთვისაც ალბათ თუ კი იუდაიზმი აიღე ცალკე რელიგიად და მათი ღმერთი ხო არ ვიცი ხო შესაბამისად მე თუ მივიღე გამოცხადება ეგ შეიძლება ის იყოს რომ ნუ აი აჰა არსებობს და ძალა არის და მე მჯერა კიდეც რომ არსებობს და ძალა არის მაგრამ ეგ რანაირად აბათილებს სიტყვაზე, როგორც შენ თქვი ზევსის არსებობას. ეგ მარტო იმას შენ თუ ზევსს ვეღარ ხედავ. ანუ ზევსს დანახვის საშუალება აღარ გექნება მაგას გულისხმობ. ანუ მოცემულობის წინაშე აღმოჩნდები, რომ ზევსი არ არსებობს, უბრალოდ სადაც არ უნდა წახვიდე, ზევსს ვერ პაულობ. ნუ ისეთი რამეა, რომ ეგრე არც არავინ ხედავს ჩემი აზრით რა, არამედ პრაქტიკით ხედავ, რიტუალით ხედავ და ცხოვრობ ზევსს და არა იმითი რომ აი გევლინება და ცხვირწინ გიდგება, იმიტომ რომ ეგრე შეიძლება კი ვიჟენი გქონდეს, მაგალითად დილის 5 საათიდან დილის 9-მდე ისეთი ის არის რომ თუ გამოფხიზლდი და წილი შეიბრუნე, შეიძლება ძალიან სერიოზული ვიჟენი გქონდეს და სიტყვაზე მე მაშინ ნახე კიდევ უფრო დავაკონკრეტებ რომ შვენიერი ყველაფერს ადამიანები ხედავენ მაშინ რომ ადამიანები გარდაიცვლებიან და აი დავუშვათ ადამიანი ბერძნული მითოლოგიის მიხედვით ადამიანი რო გარდაიცვლება თუ ეს ბერძნული მითოლოგიას მისდევს ის მოხდება ჰადესში. ხო? მაგრამ თუ ის ნაცვლად ჰადესისა წარსდგა ქრისტეს წინაშე. აი ამ შემთხვევაში გეკითხები. ამ შემთხვევაში რა მოცემულობის წინაშე დგები, რომ ჰადესი სადაც უნდა მოხვედრილიყავი, არ მოხვდი. პირიქით ქრისტეს წინაშე აღმოჩნდი. ანუ მოკვდა ადამიანი და აღმოჩნდა რომ ქრისტიანობა არის სიმართლე, ანუ ამას კითხულობ შენ რეალურად. ხო, ან თუ გინდა ჩემ მაგალითად რო გადავიტანო, რომ მე რომ მოვკვდები, მე უნდა დავინახო ჩემი რწმენით ქრისტე, ხო? სიკვდილის შემდეგ მის წინაშე უნდა წავსდგე. თუ დავუშვათ მე თუ წავსდგე დასვათ ქრისტესა ჰადესის წინაშე, მაშინ მე ვეღარაფერს ვეღარ ვიძახ. ანუ მე ვაღიარებ როგორც ფაქტს, როგორც მოცემულობას, რომ ქრისტე არ არსებობს. რომ რაც წამდა ის იყო ტყუილი და ჰადესის წინაშე აღმოჩნდა ბერძნული მითოლოგია მართალი ყოფილა და ზოგადად წარმართობა. აი მე ამ დასკვნას გამოვიდან და აი ზუსტად იგივე შემთხვევაში გეკითხები შენ შემთხვევაში რა მოხდება? ნუ შეხედე, რადგანაც ეგეთი სცენარი მოიყვანე, მივყვები და შენ შეგიძლია გამაჩერო ნებისმიერ წამს თუ პარამეტრიდან გადავუხვიე. მოვკვდი სიტყვაზე და ნუ დადგა ჩემი განსჯის დრო. ანუ აშკარად და ცხადად მოვხვდი ჯოჯოხეთში. ეს მაფიქრებინებს, რომ ქრისტიანობა არის ჭეშმარიტება. რაღაც დონეზე. ეგ იმას მაფიქრებინებს, რომ ქრისტიანულ ღმერთს აქვს
ძალიან დიდი კონტროლი სიკვდილის შემდეგ რა ხდებაზე. მაგრამ ეგ მთლიან მსოფლმხედველობას არ მიმაღებინებს. რატო? იმიტომ რომ მე მჯერა მარადიული დაბრუნების, ხო? ეგ რას ნიშნავს, რომ მე მოვკვდი, წავედი ჯოჯოხეთში, ხო? მაგრამ მე მაინც დაუბრუნდები მიწაზე უსასრულო მომავალში. და აი ეს მარადიული დაბრუნება მთლიან პაკეტს ქრისტიანობის სულ რომ ჯოჯოხეთში მოვხდე, ლოგიკურად არ მაძლევს, ხო ხდები? ანუ ლოგიკურ გარანტიას არ მაძლევს. იმის გამო რომ მე მწამს მარადიული დაბრუნების. იმიტომ რომ მე ვიფიქრებ, რომ კაი აქ დავიტანჩები, კაი. მე არ ვიცი გააჩნია რომელი ქრისტიანობა არის მართალი ჯოჯოხეთში იმაში. რაღაცაში ჩავიწვევი და ანიჰილაცია მოხდება სრული, მაგრამ განუსაზღვრელ მომავალში მე დავბრუნდები მიწაზე და ვიქნები მაინც იმისი ერთგული, რისიც ვიყავი მიწაზე. შეიძლება ვინანო, ეხლა თუ ვიწვევი და გააჩნია რა მოდელია ჯოჯოხეთის შეიძლება, მაგრამ რადგანაც აქ ინტელექტუალურ ნაწილზე გვაქვს შეხება, ქრისტიანობის სრულ პაკეტს მაინც არ მაძლევს ლოგიკურად სულ რომ ჯოჯოხეთში მოვხდე. ახლავე გაწევრიანდი ჩვენს დახურულ Telegram არხზე პრემიუმ კონტენტისთვის, რაც YouTube-ზე არასდროს მოხდება. ვიდეოები, ლექციები და მნიშვნელოვანი მასალა ცენზურის გარეშე, რაც აუცილებლად გჭირდება. ასევე ისარგებლებ პრემიუმ პრივილეგიებით. გელოდებით.